ქართულმა ოცნებამ კი არ აჯობა ამ პროდასავლურ ძალებს. უბრალოდ პროდასავლურ ძალებს პატრონებმა უღალატეს. ანუ ვინც პროდასავლელებს ამერიკამ დაკარგა ინტერესი. ამერიკამ შეცვალა თავისი პოლიტიკა. მორჩა. როგორც ხშირად მოხდა რა, მთელი ეს ქართული ოცნების Deep State-თან დაპირისპირებების შინაარსი მაგაში. Deep State-ი დამარცხდა Deep State-ში უბრალოდ. ხო, Deep State ქართულმა ოცნებამ კი არ გაიმარჯვა. Deep State-ს დაფინანსება შეუძლია. კარგად იყავით და წავედი მე და ტრამპი აირჩიეს. და თვითონ ტრამპიც Deep State-ს უპირისპირდება და ხო, მაგას Deep State-ი დაამარცხა მეთქი ტრამპმა კაცო. თუ ამარცხებს ყოველ შემთხვევაში. არავის არ ცხელა საქართველოსთვის. ეგეთი გამოთქმა არსებობს, ხო იცი, ამერიკა ომებს კი არ აგებს. ამერიკა უბრალოდ ინტერესს კარგავს. აი ამერიკას ეგ ახასიათებს, რომ რაღაც ადმინისტრაცია შეიცვლება, მანამდე შეიძლება რაღაც 10 წლის განმავლობაში რაღაც ომი მიმდინარეობდა სადღაც და მთელი ყურადღება, აქცენტი, რესურსები ამ ომზე იხარჯებოდა, აქ უნდა გავიმარჯვოთ, დემოკრატია საფრთხეშია და შეიცვლება ადმინისტრაცია და აი ეს ერთი ხელის მოსმით, კაი ახლა ჩვენ ევაკუაცია უნდა მოვახდინოთ, კარგად იყავით, ძმებო, ჯიგრები ხართ. თქვენ არ გდომებიათ დემოკრატია, თან იქით დააბრალებენ, ვიეტნამელებს დააბრალებენ, ავღანელებს დააბრალებენ, ერაყელებს, ქართველებს, ლაჟორეთ ჩვენთან დაკავშირებითაც წერდნენ. უკრაინელებსაც დააბრალებენ. უკრაინელებსაც დააბრალებენ. თქვენ არ გდომებიათ დემოკრატია, კარგად იყავით და ადიოს წავედით. ხო და ურე დაახლოებით მაგ ეგეთ კიდევ ერთ ისედაც გასაგები წინასწარ პროგნოზირებადი ჩვენს მიერ არაერთხელ გაჟღერებული რაღაცა მოხდა, რამაც კარდინალურად შეცვალა ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური ატმოსფერო. მათ შორის აი შენ რო თქვი რომ ხელისუფლებამ იმის ნაცვლად რომ აი ეს უნიკალური შანსი გამოიყენებინა, აი ეს ვაკუუმი რომელიც შეიქმნა აი ამ ამერიკელების და ევროპელების აქედან გასვლის შედეგად, მე ვგულისხმობ აი სახელმწიფოებრივი ნაბიჯები რო გადაედგათ. იმის ნაცვლად რა შემოგთავაზეს ერთ-ერთი უსაზიზღრესი, ყველაზე დამანგრეველი პოლიტიკა, რასაც ქვია აი ეს რაღაც ღია საზღვრები, ეს მულტიკულტურალიზმი, კორპუსების და ქალაქების შენებლობა, სადაც მე უცხოელებს ჩაასახლებენ, ანუ აი სრულიად არაადეკვატური, დრომოჭმული, დასავლეთში რო ეჭქვეშ დგება უკვე და რო თავად უპირისპირდება დასავლეთი ამ წლების განმავლობაში გატარებულ საიმიგრაციო პოლიტიკას, მაგ პოლიტიკას ახლა ქვეყანა საქართველოს აცოცხლებს და დამკვიდრებას ცდილობს. ამიტომ რა შეიძლება ითქვას? რომ ნელ-ნელა უკვე დასასრულისკენ წავიყვან ჩვენი საუბარი. ნუ ჩვენთვის მე გულისხმობ კონსერვატორებისთვის და ამ ქვეყნის ყველაზე ჯანსაღი ნაწილისთვის, ყველაზე ეროვნული ნაწილისთვის, ამ ქვეყნის რეალური პატრიოტებისთვის ჩვენ წინ წავედით, მოდი ობიექტურად ითქვას. ჩვენთვის იყო საკმაოდ წინგადადგმული ყველაფრის მიუხედავად, იმის მიუხედავად, რომ სახელმწიფო ზიანდება, დაზარალდა და ეს არ არის ჩვენი ბრალი ეს. სახელმწიფოს ვინც მართავს იმის ბრალი პირიქით ჩვენ ვცდილობთ რომ რაღაც საკითხებში სწორი ადეკვატური გაკრიტიკებით, ქმედებებით, საინფორმაციო ომით, პოლიტიკური ნაბიჯებით შევამსუბუქოთ ის არასწორი ნაბიჯების შედეგად მიღებული ზიანი და ზარალი. მაგრამ ობიექტურად საერთო ჯამში რო ვთქვათ, ნუ კონსერვატიული ტრენდი მზარდია, კონსერვატიული ფლანგი თუ რამოდენიმე წლის წინ ითვლებოდა რაღაც მარგინალურ მოვლენად და რაღაც დროაცთენილ, დრომოჭმულ იდეოლოგია დღეს გახდა ყველაზე ტრენდული, ყველაზე მისაბაძი, ხელისუფლებაც ცდილობს ჩვენგან ამის დაკოპირებას და სხვათა შორის დააკვირდით. ხელისუფლების არც ერთ პროპაგანდაში რომ კონსერვატორებად არ მოგვიხსენიებენ. მაგას დააკვირდით? კი, ალტინფოს, ანუ ტელევიზიის დასახელებას გვეძახიან. ტელევიზიასაც აღარ ქვია. რომელსაც აღარ ქვია, ტელევიზია ალტინფო აღარ არსებობს. ალტინფო აღარ არსებობს. ხო, ჩვენს კონსერვატორები ქვია, ჩვენს ამ ტელევიზიაც აღარ არის, ინტერნეტ პლატფორმას, მოდი ასე ვთქვა, ტელევიზია არ ვერ გავდივარ ჩვენ სიგნალს. ტელევიზია არა ვარ ჩვენ.
ტელევიზია რო გქონდა, მაგ ტელევიზიას ერქვა ალტინფო, ალტერნატიული ინფორმაცია. აღარ არსებობს ალტინფო. პოლიტიკური განხრით არსებობთ კონსერვატორები და ასევე არსებობს ჩვენი ეს ინტერნეტ პლატფორმა. და შეგნებულად არ გვახსენებენ იმ სახელით არ მოგვიხსენიებენ, რა სახელიც ქვია ოფიციალურად რეესტრში გატარებოდა. რატომ? იმიტომ რომ ტრენდულია, არ უნდათ ამ სიტყვის ჩვენზე ასოციაციის გაჩენა. და აი როგორი რაღაცა, იცით, აი რაღაცა ლელოს რო ეძახო TV პირველი. ან იმას ნაციონალურ მოძრაობას რომ თავარი ეძახო, ხო, ის გიჟია პოლიტიკურ ჩვენს ორგანიზაციას კონსერვატორები ქვია, მაგრამ შეგნებულად არ ახსენებენ მაგ სიტყვას, იმიტომ რომ ეგ არის ტრენდული. მაგ სიტყვის ხსენებით შენ ქულებს ჩაიწერ. პირდაპირ იცოდეს ყველამ, რომ ხო, ეგ მოუწევთ. რა თქმა უნდა, ეგ მოუწევთ და არავის არ ჯერა სინამდვილეში რომ ხელისუფლება არის კონსერვატიული რეალურად. ეს არ არის თავად არ ჯერათ მაგის. ამიტომ ჩვენი დრო მოდის გლობალური მასშტაბით, სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ამ პოზიციაზე გადმოვა, ბევრი უბრალოდ ამერიკელებს მიბაძავს. და იმიტომ გადმოვა, აი ბევრი, ხო, სადაც ძალა იმის მხარეს გადავა. ბევრი იმიტომ გადმოვა, რომ აი ევროპაში დაიწყება კიდევ უფრო მეტი კონსერვატიული მთავრობების მოსვლა სახელმწიფოებში და ეგრეთ ჩათვლიან, რომ თუ აწი, კაი, მაშინ ლიბერალობას თავი დავანებოთ, ეხლა ტრენდულია, სამწუხაროდ. წესით შენ ლოგიკური აზროვნების შედეგად უნდა აკეთებდე რაღაც სწორ გადაწყვეტილებას, მაგრამ ნუ ჩვენთან ყველაფერი წყდება იმით, ვინ იმარჯვებს. აი, ხვალ რო კომუნისტებმა გაიმარჯვონ, ისევ კვლავ დიდ კომუნისტურ იდეებს დაუბრუნდება ბევრი და ჩვენი დრო მოდის გლობალური მასშტაბით. მე დარწმუნებული ვარ, მომავალი წელი იქნება ასევე რაღაც თვალსაზრისით საინტერესო წელი, რაღაც თვალსაზრისით დიდი გამოწვევების წელიც. ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენი ქვეყნის წინაშე არის მიგრაცია და ჩვენ ნომერ პირველ ამოცანად უნდა დავისახოთ მთლიანად საზოგადოებამ, ჩვენ ხე კონსერვატორებისთვის ეს ისედაც ბუნებრივი საკითხია, ჩვენ წლებია ვსაუბრობთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ეს ლიბერალური საიმიგრაციო პოლიტიკა, რასაც ვატარებთ. თელ სოფლიოში კონსერვატორები მიგრაციას ყველა საერთოდ ამერიკიდან დაწყებული, დასავლეთ ევროპის ქვეყნებით დამთავრებული, ყველა აცხადებს მიგრაციას ნომერ პირველ საფრთხედ. თეთრ ქართული მთავრობაა, რომ პირიქით მიგრაციას დადებით მოვლენა თulis და კაია კაცო ეს ვიღაც პაკისტანელებით რო გაივსო ქვეყანა და იმეებით სახალწლო ის რო არის ღონისძიება, სულ რო ვიღაც პაკისტანელი და არაბიც ეყვავს ქართველი ბავშვების ნაცვლად, ეგ დადებითი მოვლენაა თურმე და აი ამას ვინც უპირისპირდება, ის ქვეყნის მოვალატეა და deep state-ის აგენტი. ეს კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება ეს პრობლემა, ვინც დღეს ამ საკითხს არ აკვირდება, ან პირიქით გონია, რომ ეს გაბუქებულია და ჩვენ რაღაცებს ვიგონებთ. უამრავი მაგალითი, ცოცხალი მაგალითი იქნება იმის დასარწმუნებლად, რომ ეს პრობლემაა და ჩვენ ამისთვის უნდა ვიყოთ მზად.